სულ ეკითხები ხოლმე ჩემ შვილებს თუ ყავთ ბიჭი და გოგო მეგობრები და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამას. ალბათ იმიტომ, რომ მინდა რომ ჩემმა შვილებმა საპირისპირო სქესს მერე გაუგონ უკეთ. მათი ემოციები იცოდნენ, რას გრძნობს ის, როგორია მისი ემოციების გამოხატულება. აი თუნდაც ის, რომ რაღაცა ის გოგოა და ტირის და რაღაცა ისტერიკაშია და ამითი გამოხატავს, რომ ეს რაღაცა უარყოფითად მეტყველებს მასზე და ეს რომ ასე არ არის და ყოველას რომ აქვს ეს ემოცია და მოკლედ ძალიან ძალიან ბევრი ხო, ფიქრი მომივიდა ძალიან ეხლა დიდ თავში. სტერეოტიპებთან მივდივართ ხო, ბოლოს, რომ ძალიან. ბიჭმა არ უნდა იტიროს, გოგოს ეპატიება ტირილი, ქალი თუ ტირის, აი ნუ ქალია და ამიტომ ისტერიულია, ძალიან ბევრი ძალიან ისეთი კლიშე და ძალიან უარყოფითი სტერეოტიპი კი. სულდგმულობს ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ, ხო? და ყველაზე დიდი, რასაც მე ჩვენ ვიმკით ძალიან ცუდად, ეს არის რომ ბიჭებს ისევ ზრდით, რომ ბიჭმა არ უნდა იტიროს და ბიჭიც ისეთივე ემოციებით არის სავსე, როგორებსაც ქალი და შესაბამისად ბიჭმა რომ არ უნდა იტიროს, მერე აი ეს დაგროვებული ემოცია სადღაც სხვაგან მიდის და მერე შეიძლება სადღაც ვინანოთ კიდეც ეს ამბავი, მაგრამ უკვე არის ხოლმე ძალიან ძალიან დაგვიანებული.